დასრულდება თუ არა Deep State-ის გლობალური მმართველობა, ეს საქართველოს მიმართ დამოკიდებულებით ყველაზე უკეთ გამოჩნდება. მმართველგუნდს მიაჩნია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა ამ ბრძოლის დასრულების ერთ-ერთი ინდიკატორი. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ხელისუფლება ამბობს, რომ თუ დონალდ ტრამპი დესტაბილიზაციის ქსელს გაანადგურებს, მაშინ საქართველოს მისამართით სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები შეწყდება. მმართველი პარტია აქ იმ ქვეყნებს გულისხმობს, რომლის მთავრობებიც, როგორც ქართული ოცნება ამბობს, სწორედ Deep State-ის მარიონეტები არიან. პარალელურად ხელისუფლება იმ ძალებსაც ასახელებს, რომლებიც საქართველოში სწორედ მათი განცხადებით გლობალური ომის პარტიას ემსახურებიან. საქართველო, რომელიც სამაგალითო პარტნიორი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით სამაგალითო პარტნიორი ვიყავით. გავყევით ყველა ომში, სადაც გაყოლა შეგვეძლო, ვიყავით ერაყში, ვიყავით ავღანეთში, გადავასწარით ნატოს წევრ თითქმის ყველა ქვეყანას და ვიყავით მეოთხე ქვეყანა კონტინენტის რაოდენობით. მხარში დაუდექით ყველა სირთულის დროს იმ შესაძლებლობით, რომელიც ჩვენ გქონდა. ამის საპასუხოდ ჩვენ დავინახეთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი იქნებოდა ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქში, ამის საპასუხოდ ჩვენგან ითხოვდნენ 3 წლის წინ დაიწყეს მოთხოვნა ესკალაციის, თავზე ხელაღებული ქცევის, თავქარიანობის, რაც პირდაპირ ბილეთი იყო ხელახალი ომისკენ. ის რაც დაშავდა ამ ურთიერთობაში, ეს არ იყო ჩვენი მიზეზით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ტესტიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ველით რომ აი Deep State-ის ზუსტად დამარცხების კვალობაზე და ტესტად გამოჩნდება საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის მასშტაბები. მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება კონდეთ ხელში აღებული, რაც შეიძლება მეტი მათ შორის ფინანსური აქტივები იყოს მათ ხელში კონცენტრირებული და ამისთვისაც სჭირდებათ, რა თქმა უნდა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მათი მარიონეტები იყვნენ ფასადურად წარმოდგენილი ვითომ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვითომ ხალხის მიერ არჩეულები, მაგრამ რეალურად ერთი თითის გადაწყვეტილებაზე მოხტუნავი ადამიანები. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ აუცილებელია Deep State-ის დამარცხება, რაშიც უდიდესი წვლილი უნდა შეიტანოს ბატონმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, ვერანაირად ვერ ჩაითვლება მათი საქმიანობა წარმატებულად Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის შესაქმნებში ხელის ფათური, მათ შორის რევოლუციის მოწყობის და თან სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მცდელობები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის რაღაცა ერთი წარმონაქმნი ან ერთი სუბიექტი, ეს არის სისტემა, რომელიც უპირისპირდება მეორე სისტემას და ამ შემთხვევაში მშვიდობას დაუპირისპირდა ომის დღის წესრიგი და კონცეფცია. აი ამ ვითარებაში, ამ ომში და დაპირისპირებაში საქართველოში აღმოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომელიც თავის ქვეყანას კი არ იცავენ. მაინც და მაინც უნდათ, რომ ამ ომის პარტიას ემსახურონ ცალფეხზე დგარი და ყურმოჭრილები. ნებისმიერ შემთხვევაში ქართული ოცნება არ აპირებს საკუთარი მიდგომების შეცვალოს. ხელისუფლება ამბობს, რომ პირველ ადგილზე აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. მადლობა სოფო, ეს სოფო ბერიძე იყო.